გამარჯობა. მე ვარ ანასტასია როსტომაშვილი 10 წლის. დღეს მე ვისაუბრებ ფრანგი მწერლის ჰექტორ მაროს ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ნაწარმოებზე, რომელსაც ჰქვია უსახლკარო. როგორც კი წიგნის კითხვა დავიწყე, მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალო ისტორია პატარა ბიჭის შესახებ. ამ პატარა ბიჭის ამბავმა ბევრჯერ ამატირა, ბევრჯერ დამაფიქრა და ბევრჯერ გამაცინა კიდეც. რემიმ არ იცის ვინ არიან მისი მშობლები და მათ ეძებს საფრანგეთსა და ინგლისში. ის დიდხანს ეძებდა თავის ოჯახს და ბოლოს მიხვდა, რომ ოჯახის წევრები შეიძლება ისინი იყვნენ, ვინც გულით გიყვარს და ვისაც ძალიან უყვარხარ. ამ წიგნმა მასწავლა, რომ არასოდეს დანებდე, რაც არ უნდა მძიმე გზის გავლა გიწევდეს. მაგალითად, რემი ბევრჯერ აღმოჩნდა მარტო ცხოვრების პირისპირ, თუმცა ყოველთვის იბრძოდა, ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობების და წინ მიიწევდა. ასევე გვასწავლის, რომ დედა ხარ მაშინაც, როცა ვინმე შეიფარებ და შვილივით გაზრდი. მეგობრობა სიმდიდრით არ იზომება. თუ ნამდვილი მეგობარი გვერდით ყავს, ყველანაირი სირთულის გადალახვა შეგიძლია. მაგალითად, სენიორ ვიტალისთან, მატიასთან და სხვა მეგობრებთან ერთად გვაჩვენა, როგორ შეიძლება მოგცეს მეგობარმა ძალა, მაშინაც კი, როცა ყველაფერი დაკარგულია. წიგნი გვასწავლის, თუ რა მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში მეგობრობა, სიკეთე, პატიოსნება, კეთილშობილება, გამბედაობა და სიყვარული. რემის ისტორია ერთდროულად არის სევდიანი, საინტერესო, გულის ამაჩუყებელი. ამიტომ, თუ გინდათ გაიგოთ ამბავი, რომელიც გაგაბედნიერებ, გაჩვენებთ მეგობრობის ძალას და გულს გაგითვევთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ჰექტორ მაროს უსახლკარო. მე კი გიტოვებთ ჩემს შთაბეჭდილებებს მკითხველის დღიურიდან, თქვენ კი კომენტარებში გამიზიარეთ, რას ფიქრობთ ამ წიგნის შესახებ.